თქმა უნდა უყურე მთელი დღის განმავლობაში ყურსა თან დავდიოდი და თან ყურსასმენებში უსმენდი. სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთი მომენტი არ ყოფილა, რომ ოდნავ აღველვებოდი ან რაღაც ნერვებს შევაწუხებინა, იმიტომ რომ აბსოლუტური ცირკი იყო ჩემთვის, რაღაც სანახაობა, ოღონდ ცოტა პური გვაკლია ხოლმე მაგ დროს, მაგრამ ეს სანახაობა იყო, რომელიც დაგვიდგეს აი ამ ორმა პარტიამ, ეს იყო ქართული ოცნება და ეს იყო გახარიას პარტია და აი გვაყურებინა სამ სანახაობას და რა თქმა უნდა ახალი არაფერი არ იყო საერთოდ ნათქვამი ხო ეს რა ვიცი ეს არის ქალი რომელმაც 6 წლის განმავლობაში ვერ დაიმახსოვრა ჩვენი დაზარალებულების სახელები და დარწმუნებული ვარ რომ ჩემს გარდა ერთი ოციონის ერთი დაზარალებული სახელი და გვარიც კი არის ის და არის ის დანარჩენებს ვის რა სჭირს და ვინ რა დაზიანება მიიღო სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვანიჭებ ამას იმდენად დიდ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც ორივე მხარის დანაშაული, რომლებიც ცდილობდნენ, რომ აი ერთმანეთისთვის გადაებრალებინათ და ერთმანეთზე შეეწმინდათ ეს სისხლიანი ღამე, რომელიც ჩაატარეს 6 წლის უკან. ხო, ეხლა ესე რომ ვიზახით ძალიან დიდი დრო არის გასული რეალურად, ხო, მაშინ ვიყავი რაღაც 19 წლის ხდებოდი, ეხლა ხდები 25 წლის, 6 წელია გასული. რომ ვფიქრობ, ხა მე მახსოვს რა ჩემი მეგობრის შვილი, რომელიც მაშინ პირველ კლასში უნდა შეგვიყვანა, ეხლა უნდა შევიდეს მე-6 კლასში. და რამდენი დრო არის წარმოიდგინეთ გასული, 6 წელი არის გასული და მუდმივად ვართ აი ამ დაპირისპირებაში, აი სულ მუდმივად რა ადამიანები ცდილობენ რომ ერთმანეთის დანაშაული გადააბრალონ სხვას, აი ყოველთვის ეგ არის და აი ერთადერთი რატომაც იყო ეს გუშინდელი კომისიის ხდომა ჩანიშნული კარგი, რომ იცოდნენ, თუნდაც დღეს ვინც არიან ქართული ოცნების წევრები, ხო, მაშინ გახარია ხო ყავდათ პრემიერი და საუკეთესო კრიზის მენეჯერი იყო და საუკეთესო პრემიერი იყო და საუკეთესო მინისტრი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ამ ადამიანს ასამართლებდნენ კომისიაზე გუშინ უფრო სწორად და ყველა ადამიანს მოუწევს ამის გავლა და მოუწევს ოღონდ დარწმუნებული ვარ მოუწევს სამართლიან გარემოში და სამართლიან სასამართლოში, იმიტომ რომ თუნდაც ჩემი ბრძოლა რომელიც 6 წლის წინ დავიწყე და დღემდე აქ ამ ბრძოლაში ვარ და კიდევ ალბათ მომიწევს დიდხანს ყოფნა აი ამ სასამართლოს პირობებში, მაგრამ თქვათ იქ სტრასბურგია, თქვათ ის ვიცი რომ ბევრი ადამიანი მიჭერს მხარს და ვიცი რომ ჩემი რაღაც წელი ბრძოლა უნდა გავაჩარო ხო? ვიცი რომ სადღაც სამართლიანობა აუცილებლად აღდგება და აღდგება ნებისმიერი ადამიანის. იქნება ეს გახარია, იქნება შემდეგ გომელაური, იქნება ეს წულუკიანი, იქნება ივანიშვილი თუ ვინც არ უნდა იყოს და ვინც და არა მარტო პარტიის წევრები ხო, ვინც ადამიანებს ცუდ მდგომარეობაში აყენებს ხო? ჩვენ ხარ საუბრობთ მარტო იმაზე რომ თქვათ ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან ცუდები ხო? ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მეორე ადამიანს ავნებს, ვინც შენზე სულს ჩაგრავს ხო, ყველა ადამიანი დაისჯება, სათანადოდ შეიძლება რაღაც კანონის ფარგლებში არა, თუმცა ხო, მე მგონია რომ ყოველთვის სამართალი სადღაც საოცრად იზრდება. მაკო 6 წელი შენ შესანიშნავად აღწერე, რამდენი რამ მოხდა ამ 6 წელიწადში შენთვის. მე მახსოვს, შენ ხშირად იყავი ხოლმე ჩვენი სტუმარი ამ დროის განმავლობაში და ძლივს ვერ მიაღწიე ამ რეალობაში დაზარალებულად ცნობას ძალიან დიდხანს. სტრასბურგში დადგა პირველი გამარჯვება, შეიძლება ასე ითქვას, თქვენთვის, მაგრამ წულუკიანს იგივე, ან ვინმეს იმ კომისიიდან, იგივე სოზარ სუბარს მოუკითხი ხარ პერსონალურად? არა, რა თქმა უნდა, ეს ხო ის არის, რომ უბრალოდ 6 წლის განმავლობაში რომ წულუკიანს ახლა ასტკივდა ვითომა კოგომურის თვალი, ეს ხო ყველამ ვიცით, რომ ეს არის სრული სისულელე, ღმერთო ჩემო. გახარია გადადგა 2021 წლის თებერვალს. 2021 წლის დეკემბერში მე შევიტანე პირველად სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც გრძელდებოდა 4 წელი. წელს მოხდა ისე, რომ დასრულდა ჩემი სასამართლო პროცესი. ეს ხო არავის ბრალი არ არის გარდა სასამართლო სისტემის, რომელიც ჩაგრავს ადამიანებს, რომელმაც არ გვაღირსა სამართლებრივი, რომელიც იღებს დიდი ალბათობით პოლიტიკურ დავალებას ასეთ საქმეებზე. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს რამდენი პოლიტპატიმარი, რამდენი რეჟიმის ტყვე გვყავს დღეს.
ეს ხო არ არის არავის ბრალი გარდა ამ პარტიის და იმ ადამიანების, ვინც არიან დღეს ამ პარტიაში და ვინც გასცემენ ამ სასამართლოებში ბრძანებას, რომ ეს ადამიანები იყვნენ გისოსებს მიღმა და არ ვიცი, ჩემთვის იმდენად მტკივნეულია, რომ ვფიქრობ, იმიტომ რომ მეც მათ ხელა ვიყავი დაახლოებით, როდესაც ეს დამემართა და რომ ვფიქრობ, რომ მათ მშობლებს რამხელა რაღაც ტკივილის გავლა უწევთ ახლა და მე კიდევ ვფიქრობ, რომ მე გარეთ ვარ და გარეთ ვიყავი და რაღაც გისოსებში არ მიწევდა და რაღაც თუ ყვირილი მინდოდა შემეძლო რომ გავსულიყავი პარლამენტთან, თუ თქმა მინდოდა შემეძლო მოსულიყავი ეთერებში და ამ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ. არიან გისოსებს მიღმა და მათი ერთადერთი ბერკეტი რომ ჩვენ რაღაც გვითხრან არის წერილები, მეტი არაფერი, ხო? და ანუ ეს არის განგრძობითი ჯაჭვი, ეს არის ხაზი, რომელსაც აგრძელებს. მაგას ვიძახი, რომ ეხა მაშინაც ხო არ იყო თქვა რაღაც როდესაც ეს პროცესები ჩაინიშნა ვიღაც, ვიზეთ შეეძლოს რომ ხელი შეეწმინდათ. ეს ხო აბსოლუტურად მათი დაკვეთილი იყო და მათი რაღაც ძალა რომ ეს გაეკეთებინათ, ხო? და ზუსტად წელს მოხდა ისე, რომ ჩემი სასამართლო პროცესი 4 წელი წელავდნენ. აბა მოდი მე რაღაცა ისეთი განცხადება გავაკეთო, რაზეც მეტყვია რომ შენ რევოლუციისკენ უწოდებ ხალხს და ზუსტად რავი დღეები დასჭირდებათ, მეტი არს დასჭირდებათ, რომ მე გამასამართლო და ჩამსვან ციხეში. მაგრამ 4 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისგებლობა კი არა, უბრალოდ აღიარა მან რომ დამნაშავე იყო, იმიტომ რომ მე დაზარალებულად მცნობდა, რა თქმა უნდა, ეს მას ნიშნავს. ხო, ნუ რაც არის, ხო? მაგრამ მაინც სამივე ინსტანციაში გამისაჩურა გადაწყვეტილება. მოსამართლის გადაწყვეტილება სამივე ინსტანციაში გაასაჩურა ხალხო. აქაც ხო ვერავის ვერ შეაწმინდა ვენხელებს და ვერავის ვერ დააბრალებენ, ხო? და გუშინდელის ხდომაც ეს იყო ზუსტად, რომ ორი დამნაშავე მხარე უბრალოდ ერთმანეთს აწმინდავდა ხელებს ორივეს დანაშაულს. ამ მეტი არ ვიცი ამაზე რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო, იმიტომ რომ სრული აბსურდი და სრული ცირკი იყო, არც ეს მხარეს არ აინტერესებდა აქ არც ცივილიზაციის დაზარალებულები და ერთ რამეს დავამატებ კიდე, ბოდიში ხტი გამიგზავნა. არა ბძანა. როდესაც წულუკიანი ძახის რომ იცით რა არის, აი თქვენ თუ არ იცოდითო, მაშინ როგორ უნდა გემართათო, შეგეძლოთო, რომ გომელაურისთვის მიგემართათო და გომელაურს აი ამ წლების განმავლობაში ერთი თვალება ამოთხრილი ადამიანიც კი არ ყავსო, ისე ჩაატარავ ეს რაღაც დემონსტრაციებიო და ეს აქციები ისე გადაატარავ, რომ ერთი დაზარალებული და დაზიანებული ადამიანიც არ ყავსო და აი ესეთ მაგრამ ეს არის ვერც გაბრაზდები, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ანწუხელიძეზე ეძახის რომ პიარ შეწირული ვიღაცის პიარ შეწირული ადამიანია, ხო რა წულუკიანის ციხლი არ არის საწყენი ნამდვილად, ამიტომ იმედია რომ არავის ესე გულთან ახლოს არ მიიტანდა არავინ ამ დაზარალებულებს, რომლებსაც ასახიჩრებდნენ პირდაპირ ეთერში. ზუსტადაც აი აგ ბოლო რამდენიმე განმავლობაში განგრძობითად. სახელმწიფოს იმით, რომ ოპოზიციურად განწყობილი მედიის ოპერატორებს 10 ზონდერს მიუქცევდა, აცემინებ, ან ჟურნალისტს თავის ხალას გაუტეხავ, ან სრული მესმის, მე იცით რისი კითხვა მინდა, მაკო, თქვენ მაშინ იყავით 19 წლის, ახლა ხართ 25 წლის, ამბობთ რომ ეს ჯაჭვი ივანიშვილის არალეგიტიმურმა დღეს უკვე ხელისუფლებამ გააგრძელა უწყვეტად. ეს რა პროცესია თქვენთვის? გავრილოვის ღამიდან დაიწყო ეს, ხო? რუსის კომუნისტის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვლამ გამოიყვანა იმ დღეს ყველა თქვენგანი ქუჩაში. ეს პროცესი გრძელდება დღესაც, ეს პროცესი მივიდა ბოლოში რაღაცნაირად, რაც მაშინ ბევრს არ ჯეროდა, ბევრი წინააღმდგა, ბევრი ამბობდა რომ რაღაც ზოგიერთების გადაცდომა იყო. დღეს არის ეს ამ გუნდის ერთიანი პოზიცია, რომ ეს ქვეყანა მიყავთ დიდი ნაბიჯებით გავრილოვებისკენ, რუსეთისკენ. მიყავთ კი არა, გამოგვიცხადეს ფაქტობრივად. უფლებო ქვეყანა, სადაც ყველა კანონს მიიღება, რომელსაც უნდა. ეს ცალკე რა ვიღოთ, ხო, ქართული ოცნების ეს რაღაც პროპაგანდა, რომელსაც იდეალურად ამუშავებენ და იდეალურად ამუშავებენ ადამიანებს, ეს ხო, კარგად მუშაობს თუნდაც მათი პროპაგანდა. ერთი იმ ნაწილში რომ აი ნახეთ 6 წელია ხო ამ ბრძოლაში ვართ. ნუ უფრო მეტი რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი გავრილოვის ღამიდან ითვლება რაღაც, კი ბატონო. კი, იმიტომ რომ მაშინ იყო ესეთი პირველი ღია ნაბიჯი, როდესაც დავინახეთ რომ ბევრმა ადამიანმა დაინახა რომ საკმაოდ პრორუსული მთავრობა გვეჭდა სახელმწიფო მართვის სადავეებში. იცით, ყოველთვის ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ ყოველთვის ჰქონდა დადებითი კამპანია. აი მახსოვს რომ 2000
20 წლის არჩევნებზე თუ 2016 ზუსტად ხომ მგონი 2020 იყო ყოველთვის ჰქონდათ რაღაც სასიკეთო კამპანიები და ბოლოს იმდენად ჩაუმცირდათ ეს დადებითი კამპანიების წინა საარჩევნო რაღაც ის დაპირება დადებითის ამას ამბობთ და ბოლოს უკვე 2024 წლის არჩევნებში უკვე ჰქონდათ რომ აი დაასრულებდნენ რაღაც ქვეყანაში არსებულ როგორ დაარქვეს არ მახსოვს რაღაც აი ამ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავდნენ ნაციონალურ მოძრაობასა და მის სატელიტებს ასე ერქვათ და აი ზუსტად ამის თქმა მინდა ეხლა ცოტა შორიდან მოუარე რომ თავიანთ პროპაგანდას ხო იქნება ეს უმცირესობების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას რომელიც ძალიან სუდად ხო ეს თქვათ 5 ივლისის დღე ძალიან კარგად ამუშავეს ადამიანებზე და ყოველთვის მქონდა იმის განცდა რომ აი ამაში ჩვენ ვერ ჯობნით მათ მაგრამ ალბათ იმიტომ რომ ცუდი ხერხებით დავიწყეთ მათთან ბრძოლა პროპაგანდას უბრალოდ ვერ ებრძვით პროპაგანდით. კი, ეგ არის კი. და ხო, ასევე კიდე ერთი რამის თქმა მინდა, რომ ყოველთვის არ ვეძებოთ დამნაშავე უფრო არა იცით რა სხვა რაღაცებიდან ვცადოთ გამოსავლის ძიება. არ არის აქ მარტო რომ მოდი ჩვენ ქართული ოცნება დავამარცხოთ, არა. ბევრი რაღაც არის, რაც გვაქვს გასათვალისწინებელი, თუნდაც ყოფით ცხოვრებაში, თუნდაც საზოგადოებაში, ხო? შენ როდესაც გეუბნებიან ადამიანები, რომ უნდა აკეთო ის, რასაც ზემდგომი გავალდებულებს, ჯერ აქედან უნდა დაიწყო შენი პროტესტი, რომ გამოხატო ის რომ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც გაქვს პირადი საჭიროებები, რომელსაც გჭირდება გადარჩენა, რომელსაც გჭირდება არსებობა. აი, არ ვიცი, მე არ მინდა რომ ოპოზიციურად განწყობილ მედიებზე რაღაც ხა ისე ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ისმოდეს ადამიანების ხმა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მე მგონია რომ დღეს ადამიანებს სჭირდებათ ეგ. იმიტომ რომ შენ თუ მე არ მაქვს აქ ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებაზე საუბარი, ნებისმიერ პარტიას ხო, როდესაც შენ გახსენდებიან ადამიანები მართვა პარტიას მაშინ, როდესაც ბიუჯეტი გაქვს შესავსები და არჩევნებზე გჭირდება ხმები და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მაშინ ახსენდებათ, როდესაც ორი თვე არჩევნებამდე დარჩენილი და მოდი ახლა სოფლები მოვიაროთ ამ ადამიანებს ხმები, თხოვოთ ესე არ გამოდის. ამ ადამიანებს მუდმივად სჭირდებათ გვერდში დგომა. იქნებიან ეს მაღაროელები, იქნებიან ეს მოწყვლადი ადამიანები, ვინც ცხოვრობენ სოფლებში და მარტო მაშინ არა, როდესაც ზვავი უქმნით საფრთხეს, მარტო მაშინ კი არ უნდა გაგვახსენდეს, ეს ადამიანები უნდა გაგვახსენდეს ყოველდღიურად. ამ ადამიანებზე უნდა ვსაუბრობდეთ სულ. მარტო მაშინ არა, როდესაც არჩევნები მოდის, როდესაც ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ ცუდად არ ვიძახი, მაგრამ ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ გჭირდება რომ ამ ადამიანების ხმები ისმოდეს. მარტო მაშინ არ უნდა გვახსენდებოდეს. ამ ადამიანების ხმა უნდა ისმოდეს ყოველდღიურად, უნდა ისმოდეს ყოველთვის, როდესაც ეს სჭირდებათ. მე ვიცნობ ოჯახებს, სადაც ეს ორი კვირა გარეთ რო წვიმს არის ოჯახი, რომელთანაც როცა მაქვს ხოლმე საშუალება ვეხმარები და როგორც წვიმს გარეთ, ისე წვიმს სახლში, მათთან სახლში. და ყოველთვის ის ფიქრი მაქვს, რომ აი, როდესაც წვიმა იწყება, ეს ადამიანები ეხლა როგორ არიან. იმიტომ რომ ვიცი როგორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს მათთან სახლში. აი, ამ ადამიანებს სჭირდებათ მუდმივად ის რომ იხსნო რომ შენ მარტო მაშინ არ ხარ საჭირო, როდესაც არჩევნები არის და როდესაც ქართული ოცნება მეუბნება რომ ვაშენებ სახელმწიფოს და შენ ვერ ხედავ, რა უნდა დავინახო, როდესაც ბავშვი შადრევანში კვდება, როდესაც ქუჩაში არასრულწლოვნებს დანით ჭრიან. უნდა დავინახო ის რომ ოპერატორებს თავში ურტყავენ. არ ვიცი, კიდე რა უნდა დავინახო იმისთვის, რომ დავუმტკიცო მე ადამიანებს, რომ შენ სახელმწიფოს არ აშენებ. შენ აშენებ რაღაც სისტემას, სადაც ადამიანები გჭირდება იმისთვის, რომ რაღაცაში დაავალდებულო და გჭირდება იმისთვის, რომ არჩევნები როცა მოვა, შენ მოგცენ ხმა. აი, აქამდე მიყავს ზუსტად ქართულ ოცნებას და არა მარტო ქართულ ოცნებას, ზოგადად თითქოს სისტემაა ეგეთი, რომ ადამიანს რაც უფრო შეავიწროვებ ადამიანს, ხო, რაც უფრო რაღაც გააღარიბებ დაჩაგრავ კი ბატონო. მოაქცევ, უფრო მეტად მართავ მას. ეს არ არის მარტო ქართული ოცნების პური სანახაობა კი ბატონო ძველია. აქ მინდა ვიკითხო, მაკო, ეს პროცესი ხომ არ შეიცვალა თავისთავად, აი ამ რუსთაველის ამდენ დღიანი პროტესტის ფონზე, თავიდან აი ზუსტად ეს იყო, რომ პროტესტი
იყო ქუჩაში და საერთოდ არ ქონდა ამას პოლიტიკურ ასე ვთქვათ ლიდერებთან ბმა. დიდი ხანი ეძება ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ ვერ მიაგნო მათ, იმიტომ რომ არ არსებობდნენ, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცნაირი ხალხის პროტესტი. ზუსტად ამ შესაძლოა ძველი მიდგომების საწინააღმდეგოდ, რომ მე უნდა ავირჩიო ხელისუფლება სამომავლოდ, რომელიც მე კი არ მმართავს, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი დაქირავებული რამდენიმე წლით. ეს მიდგომა საზოგადოებას, ევროპულ საზოგადოებაში ძალიან მარტივად არის გათვითცნობიერებული. ჩვენთან ეს მიდგომა არის, რომ არასოდეს არ ყოლია არც კოალიციური მთავრობა, არც რომ ავირჩევთ მერე პასუხი ნაკლებად მოუთხოვიათ. მუდმივად ერთ ლიდერს ირჩევდნენ ამ ქვეყანაში, ხომ? რაღაცნაირად ასეთი პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა. ამ ხალხმა გაარღვია თუ არა, ეს თუნდაც ჩაკეტილი წრე პოლიტიკოსების დახურული სივრცის და თქვა, რომ მე მოვედი, მე ვარ აქ, მე მინდა სახელმწიფო, სადაც ისინი იქნება, რასაც შენ ამბობ, ერთი მოქალაქე. ადამიანი იქნება პრიორიტეტი. ფიქრობ, რომ სხვანაირი პოლიტიკური პროცესი დაიწყო, თუ არ ხარ ასე ოპტიმისტურად განწყობილი. რუსთაველზე პროტესტს როცა უყურებ, იქ არიან ძალიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, რომელსაც საერთოდ არ აქვს პოლიტიკური ამბიციები, მაგრამ ძალიან სწორი ხედვა აქვთ სახელმწიფოსთან დაკავშირებით და არც ყვედენ პროტესტს. კი ბატონო, ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ რუსთაველის პროტესტზე დღეს და არა მარტო რუსთაველის ხო, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებიც უწყვეტად უკვე მე რამდენი თვეა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ითხოვენ, რომ გაჟღერდეს ადამიანების ხმა. ეს ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც ხდება დღეს. გაიხსნა საზოგადოებრივი მაუწყებელი ადამიანებისთვის. კი, იმიტომ რომ მე თუ ხო, რა თქმა უნდა, ხა ადამიანები როცა იხდიან ფულს რაღაცისთვის, რა თქმა უნდა, თავიანთ ხმას მოითხოვენ, ეს ერთი ცალკეა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ზუსტად აი ამ პროტესტში ისმის ნებისმიერი ადამიანის ხმა. აქ ჟღერდება ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა ისმოდეს ადამიანების ხმა, აქ ჟღერდება ის სოლიდარობა და ის თანადგომა, რომელიც სჭირდება ზუსტად დღეს საზოგადოებას. აქ ჟღერდება ზუსტად მაღაროელების ხმა, აქ ჟღერდება ზუსტად იმ გაჭირვებული ადამიანების ხმა, ვისაც დღეს სჭირდება თანადგომა და ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ზრუნვა. აი ეს მივიღეთ დღეს აი ამ პროტესტების შედეგად, რომ არიან ადამიანები, არიან ადამიანთა ჯგუფი, არის საზოგადოება, არიან მოქალაქეები, ვინც დღეს სწორედ ამას აკეთებენ, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ამ წლების განმავლობაში. ეს არის თქვენი ბრძოლის გაგრძელება, ანუ თქვენ ამისთვის იდექით, მე მესმის, რომ ძალიან რთულია საკუთარ მსხვერპლზე საუბარი ამ პროცესში, თქვენ არც გინდათ ეს დარწმუნებული ვარ, მეც რომ გასმენინებთ, თუნდაც ამ კომისიის ნაწყვეტს რაღაცნაირი სინდისის კენჭნაც მქონდა, კიდევ ერთხელ რომ გასმენინებთ, რასაც თქვენ ცირკი უწოდეთ, მაგრამ აი რომ შევაჯამოთ, მოკლედ მაკო, დრო გაგვეპარებდნენ, საინტერესოა შენთან საუბარი, კიდევ ერთხელ უნდა დაგპატიშო, რომ შევაჯამოთ, მოკლედ. აი თქვენ არ ვიცი, თქვენთვის რა იყო 20 ივნისის კიდევ ერთხელ გახსენება და ამ პროტესტთან კავშირში რა ბრძოლაში ხართ თქვენ? კი ბატონო, ერთი ის რომ უკვე როგორც გითხარით 6 წელი გასული და იმდენად მრთული აღარ არის პირადად ჩემთვის ეს 20 ივნისის დღე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დღე დარჩება, მაგრამ მგონია რომ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცაებისკენ უნდა გვეჭიროს თვალი და გეზი უნდა გქონდეს სხვა რაღაცაებისკენ მიმართული და თუნდაც ეს პროტესტი და ეს რაღაცები რაც ხდება დღეს უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. არავინს არ დაწყდეს გული იმის გამო, რომ შეიძლება იმდენი ადამიანი აღარ გამოდის დღეს პროტესტზე, რაც დეკემბრის დასაწყისში, მაგრამ უფრო მივიღეთ რაღაც ერთიანი და რაღაც ხაზი, რასაც უნდა გავყვეთ და ვიცით, რომ აი ამას უნდა მივსდიოთ და ხო დასასრულს მინდა რეჟიმის ტყუებს მიმართავ, რომ არ ვიცი, მგონია, რომ ერთ-ერთი ადამიანი ვარ, ვისაც კარგად მესმის თქვენი და არ ვიცი, ერთადერთი მინდა, რომ გამძლეობა გისურვოთ და იცოდეთ, რომ ჩემი სახით არის ერთი ადამიანი, რომელიც ყოველ დღე, ყოველ საათს ფიქრობს იმ გამოსავალზე, როგორ გამოგიყვანოთ ციხიდან და როგორ გიხსნათ მაგ გისასებიდან. დიდი მადლობა მაკო გომურს. მადლობა მაკო, მართლა ძალიან დიდი იმ მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, რომელიც შენ გაქვს. დიდი მადლობა.